და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მოდით ნახოთ ჩვენ რას გვიმზადებს ჩვენ სამყარო. ეს გაშლა ვიცი რომ ძალიან გიყვართ და ავიღოთ პერიოდი, მოდით ზაფხულის პერიოდი, ვინც ახლა უყურებს, ვინც ცოტა მოგვიანებით ნახავს შეიძლება ამ ვიდეოს და რეზონირდებათ, შეგიძლიათ აიღოთ 1-2 თვე. იმიტომ რომ 1 თვე უკვე გავიდა, ჩვენ ვნახოთ რა გვიმზადებენ ჩვენ ამ ზაფხულის პერიოდში. პირველ რიგში რა თქმა უნდა, ნახოთ ჩვენ ეხლა რა ხდება თქვენ ცხოვრებაში, ასე ცალკე დავდებ, რომ იცოდეთ თქვენი რო არის ეს გაშლა და გასტები იმდენი გამომამზადე არ ვიცი, ნახოთ. ვნახოთ ეხლა ყველაზე ძალიან ეხლა რა სფერო გაწუხოთ თქვენ. აი რაზე? ეხლა ამ წუთში ვნახოთ ჩვენ, ანუ თქვენ რის დატოვება არ გინდათ, იმიტომ რომ ზოგჯერ არის რომ ჩვენ რაღაცა გვიშლის ხელს, ჩვენ ანუ პირველ რიგში ჩვენ თვითონ ვართ ეს ვიღაცა, ვის უშლის ხელს იმას, რომ თქვათ რამე ახალი შემოვიდეს ჩვენ ცხოვრებაში, ნუ ვნახოთ ყველაზე ძალიან რა გაწუხებთ თქვენ. უკაცრავად ახლა რა არ გინდათ რომ გაუშვათ, რა აუცილებლად უნდა გაუშვათ, თქვენ რა არ გინდათ და რა აუცილებლად უნდა გაუშვათ, ნახოთ და აი ამას რო გაუშვებთ თქვენ, მაგ შემთხვევაში რა შემოვა თქვენთან. აი მოდ ავიღოთ ახლა რამდენიმე თქვათ კარც, აი თქვათ ამას რო გაუშვებთ, რა შემოდის მერე კარგი თქვენ ცხოვრებაში. და ვნახოთ საერთოდ აი ყველაზე მთავარი საჩუქარი რას გიმზადებს სამყარო, ესეც ვნახოთ ამ პერიოდში. Так, დავიწყოთ ახლა ჩვენ. ანუ ვისთვის იქნება დღეს გაშლა? ოხოხო. როგორი კარგი ვიღაცა ბრძანდებით. ანუ მე შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ცხოვრებაში ეხლა არის რა? თქვენ ხართ თვითონ აი როგორ ენერგია შეიცით? ხართ მზად იმისთვის რომ მიიღოთ საერთოდ სამყაროდან ძალიან დიდი სიუხვე. აი ეს არის 10-იანი პენტაკლების, არის აი ძალიან დიდი სიუხვის აი თითქოს, მაგრამ არის რაღაცა ბლოკები, რომელიც თქვენ არ გაძლევთ საშუალებას ბოლომდე მიიღოთ ის, რაც თქვენ გინდათ. შეიძლება თქვენ ფიქრობთ, რომ მე რამეს ვაკეთებ მაგისთვის, მაგრამ ამ დროს არა, არსებობს რაღაცა ისეთი ბლოკები, რომელიც თქვენ არ გაძლევენ აი მიიღოთ ის, რისთვისაც ხართ მზად. მოდით აბა ვნახოთ ახლა ეს აქ რა ხდება, ხო? კი ბატონო. ანუ თქვენ ახლა მაქსიმალურად გიცდილობთ, მაგრამ აი ეს ბლოკი რაღაცა ბლოკი უნდა გაუშვათ, ეს უკვე მაჩვენებს ახლა აქტარო. კიდე მოდით ცოტა ისეც რო ვთქვათ, სოგს შეიძლება უნდა რამე თქვათ შეძენა ბინის ან ოჯახის შექმნის დაუშვათ, მაგრამ აქ შიში რატო? იმიტომ აი თქვათ, ნუ ბინას თავი დავანებოთ, კი უნდა, მაგრამ აქაც რაღაცა შეიძლება ვერ ჩამოყალიბდეთ დაუშვათ, ხო? მაგრამ აქ დაუშვათ ვიღაცას უნდა ოჯახის შექმნა, ხო? მაგრამ აი რაღაცა ბლოკი გაქვთ ისეთი, რომ თქვენ ვერ უშვებთ თქვენს ბედს თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ შეიძლება იყოს, თქვათ, რაღაცა პერიოდში ადრე დაუშვათ თქვენ გქონდათ ახლა ნეგატიური, თქვათ, გამოცდილება და ამიტომ ახლა გაქვთ უკვე შიში, არ ვიცი, ახლა გამომივა, არ გამომივა, მინდა, არ მინდა, საერთოდ ვაფშე არ მინდა, აი ეგეთი რაღაცები არის აქ სიგნიფიკაციაში. ნუ თქვენ ნახეთ ახლა თუ რეზონირდებათ. მაშინ ვუყუროთ ჩვენ, ვნახოთ ყველაზე ძალიან რა გაწუხებს. აჰა. ნუ თქვენ ახლა ნახეთ, თქვენ ხდებით ახლა ხართ ტრანსფორმაციაში. ახლა ანუ რას ეს ნიშნავს რა? აი თითქოს როგორ პერიოდში ხართ რა? აქ ხო გითხარით რომ ძალიან შევსებული რაღაც ადამიანი ხართ, ისეთი რომ აი ნახეთ პრინციპში სამყარო რო იტყვიან რომ აი თქვენთვის უნდა ყველაფერი თქვენ ამას უნდა გრძნობდეთ, იმიტომ რომ აქ არის პერიოდი, როცა აი მინდა შეიძლება даже ნახეთ უნდა გაუშვათ თქვენი რაღაცა ცხოვრების პერიოდი, ხო? მაგრამ თქვენ მაგას არ უშვებთ და აი ყველაზე ძალიან შეიძლება გაწუხოთ ეს რატომ არ ხდება ეს ცვლილება, რატომ მე არ ვიღებ დაუშვათ იმას, რაც მე მთელი გულით მინდა რომ შემოვიდეს ჩემ ცხოვრებაში და ეს არის აი შეიძლება თქვათ ესეც გაწუხებთ რომ რატომ მალე არ ხდება ის, რაც მე მინდა, რატომ არ შემოდის, რატომ არ იცვლება ჩემი ცხოვრება. პლუს კიდე ხა როცა მე 13 ენერგიაში ხარ, ესე იგი ეს
უკვე ესეთი ადამიანს აქ ყველაზე ძალიან რა გაწუხებთ, ხო? აი ეს ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ ტრანსფორმაციის დროს ხდება კიდე რა ადამიანი არის, როგორც აი თითქოს მოусვენ რა, თითქოს რაღაცნაირად აი ხასიათი იცვლება სხვათა შორის, აი შეიძლება დღეში რამდენიმეჯერ შეიცვალოს ხასიათი. ეხლა თითქოს რაღაცა მიხარია, მე უცბად რაღაცაზე გავბრაზდე, მე შეიძლება თქვათ მაგ დიდი იმედი თქვათ რაღაცა რომ ყველაფერი იქნება კარგად, მე უცბად რაღაც არ მინდა არაფერი არ იქნება და აი ეგეთი მომენტები არის და ამიტომ და ადამიანი ვერ პოვლობს ეხლა თქვათ პასუხს რა მჭირს მე ახლა ისეთი და რა მაწუხებს, აი გაწუხებს თქვენ ის რომ თქვენ ეხლა იმყოფებით ტრანსფორმაციის პერიოდში, როცა რაღაცა უნდა შეიცვალოს და ამას გრძნობთ, კი ბატონო, გრძნობთ რომ ანუ მე მინდა რომ კარგი ცხოვრება მინდა, მაგრამ თითქოს აი როგორ არის ის აი თქვენ თვითონ ბლოკავთ ამას, არ აძლევთ საშუალებას, იმიტომ რომ ზოგს აქ შეიძლება რაღაცა მომენტი, რომელიც თქვათ, გულს კენდათ დავუშვათ და ანუ აი ტკივილსაც ვერ უშვებთ, შეიძლება კიდე ეს მომენტი შეიძლება ვინმესთვის იყოს, მაგრამ ის რომ თქვენ ახლა ნამდვილად გინდათ რომ ყველაფერი შეიცვალოს და ჩემი ცხოვრება უფრო კარგი იყოს, ეს ძალიან აქ ახლა რა თქმა უნდა ორი მაღალი არკანი, აქ ახლა ორი აზრი არ არსებობს. ვნახოთ ახლა რა არ გინდათ რომ თქვენ გაუშვათ. რა არ გინდა თქვენ, აი იცით რა არის აქა, რა ხდება, აი რაღაცას ვერ ყალიბდებით, იცით? შეიძლება ეხლა დაუშვათ, ფიქრობთ, ზოგი თქვათ, ეხლა ეს არის, მაინც დასები ეს არის ჩვენი ემოცია რა. და რა თქმა უნდა, აი ვერ ჩამოვყალიბდე, რა მინდა, რა ავერჩიო. შეიძლება ეს, რას ეხებოდეს, მოდით აბა ვკითხოთ, რას ეხება ეს? რას ეხება? კიდე 4-იანი. რას ვერ უშვებს? ფინანსური თემა სხვათა შორის აქ რაღაცნა მომისმენთ აქ აი ხო გითხარით ბინაზე ვიღაცას აქ ეს მომენტი ზუსტად რომ თქვენ რაღაცნაირად ვერ ყალიბდებით შეიძლება სახლი მინდა თუ მინდა დაუშვათ ახლა ბინა სიტყვაზე მეყოფა ფული თუ არ მეყოფა ეს ავირჩიო თუ ეს ავირჩიო ან დაუშვათ ახლა ახალი ეტაპი უნდა ცხოვრებაში ხო აი როგორ წავიდე აი ამ გზით წავიდე თუ ამ გზით წავიდე ეს ვისწავლო თუ არ ვისწავლო ჩემი ცხოვრება როგორ დაიწყო აი რაღაცა ვერ აი არა ხართ ბოლომდე ჩამოყალიბებული იმიტომ რომ ტრანსფორმაციაში როგორც გითხარით ადამიანს კი უნდა რომ ყველაფერი კარგად იყოს კი მაგრამ ანუ თან ახლა ეს კარგი პოზიცია რომ აკადემიანი ხდება რომ მე თუ ვიქნები კარგად და მე თუ დამელაგდება ყველაფერი ჩემს გარშემოს ყველა იქნება ძალიან მშვენივრად და კარგად მაგრამ აი ეს კარგი რა არის ახლა ვფიქრობთ რა აი როგორ რანაირად ხო გეუბნებით აი აქ მაინც ახლა 10-იანი პენტაკლების ეგ ესეთი რამეა რომ შეიძლება ზოგი თქვა დიდ ბიზნესაც აპირებს გაიგეთ მაგრამ ვერ ყალიბდება შეიძლება გქონდა რამე ისეთი ან დაკარგა დაუშვათ ან ეშინია რომ დაკარგოს ბიზნესი ბიზნეს დაკარგვაც იგივე აქ არის რა რაღაც აი ეგეთი უსაჯარო გაშლაში მაინც ახლა ვცდილობ რომ სხვადასხვა რაღაც ვარიანტები გითხრათ რომ თქვენ იცოდეთ რომ ეს თქვენი სიტუაცია იმიტომ რომ ვერა რაღაცა ხო გეუბნებით თითქოს ანუ ფიქრობთ რომ აი შეიძლება მე არ მეყოფა თქვა იმისთვის რაც მე მინდა ფული დაუშვათ ხო ანუ სულ რაღაც ფიქრებში ხარ სულ რაღაც თან ამას იღებ ძალიან ემოციურად გაიგეთ როცა ემოცია ჩართული არის იმ საქმეზე რომელიც არის თქვა ეხლა ეხება სიტყვაზე ფინანსებს ან რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო თქვა სამსახურზე თუნდაც ხო აი ემოცია გვიშლის ხელს ჩვენ ზოგჯერ რა იმიტომ რომ ისიც მინდა და რა მინდა საბოლოოდ ვაფშე ვერ ყალიბდები რა ხო ხდებით და აი სამყაროსაც უჭირს ახლა რა თქმა უნდა რომ თქვათ რაღაცა მოგაწოდოს იმიტომ რომ სამყარო როგორც აი წარმოედგინე დიდი უზარმაზარი სუპერმარკეტი შედიხარ შენ და არის თქვათ ყველი სიტყვაზე ნაირ-ნაირი ხო და შენ დგახარ და ყველი კი მინდა მაგრამ რომელი მინდა მე რა ვიცი რომელი მინდა და ხა გამყიდველი რაც გეტყოს ხა ჩამოყალიბდე ახლა რომელი გინდა იმერული სულგუნი ჰოლანდიური თუ როგორი ხა აი იგივენაირად ვარ ჩვენ სამყაროსთანაც რა რომ შენ როცა იძახე თქვათ აი მინდა სიტყვაზე ურთიერთობა მინდა არ მინდა რა ვიცი მინდა არ მინდა ან დაუშვათ ახლა ზოგი ხა როგორ გოგები მოდიან მაგრამ ორი პარტნიორი მყავს არ ვიცი ვერ ყალიბდები რომელი მინდა
ხო? ნუ აი ესეც ხო, ახლა რანაირად ანაბში მინდა ურთიერთობა, ეგაც არ ვიცი. აი ეგეთი რაღაცა არის, ufობა ხდება ახლა აქ ამ წუთში და. ნუ ვკითხოთ ახლა ჩვენ რა უნდა გაუშვათ თქვენ? აი ამას ამ ოცნებს ვერ. აი ეს უნდა გაუშვათ თქვენ ზუსტად რა. რომ აი ეს ქაოსი რომელიც არის თქვენ თავში ახლა ამ წუთში. ნუ მე კი აგიხსენით ეს რატო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ტრანსფორმაციაში გადიხარ თქვენ და სხვათა შორის ესეთ როგორ არის მე არ შემიძლია ვთქვათ, რომ თქვენ ხართ ნეგატიური ადამიანი, თქვათ და რაღაცა ცუდა ამაზე ფიქრობთ. არა. უბრალოდ რა არის, იცით, არის ზოგჯერ ესეთი მომენტი, როცა ანუ ძალიან მინდა თქვათ რაღაცა რომ მქონდეს, მაგრამ ზოგჯერ არის საჭირო რომ თქვათ ეს ვაფშე გაუშვა და მიენდო სამყარო, იმიტომ რომ ორი ტულზი რა, ანუ მაღალი ძალებიც გეუბნებიან რომ მიენდე სამყაროს, ჩვენ მაგას მივხედავთ რა, შენ ხარ აი ამით შენ ვერ უშვებ ამ რაღაცას და ამიტომ არ გვაძლევს საშუალებას რომ ჩვენს რაღაცა მოგცეთ, იმიტომ რომ ვერ შენ არ ხარ ჩამოყალიბებული და ჩვენს ვეღარ გავიგეთ რა შემოგთავაზოთ, ეს ასე მუშაობს რა. და ამიტომ გეუბნებიან აქ რა უნდა გაუშვა. აი ზუსტად ეს უნდა გაუშვოთ თქვენი აი ეს ფორიაკი, რომ თქვენ ვერ ხვდებით რა გინდათ. ნუ ასე. ნუ მოდით ჩვენ გვაქვს ახლა რა თქვენ დაუშვოთ რომ ამას გაუშვოთ, ანუ თქვა ჩამოყალიბდებით, ან სიტუაციას ნახეთ ზოგჯერ უნდა თქვა რომ მე აი ამ ჩემ პრობლემებს ვენდობი ღმერთს, სამყაროს შემქმნელს, როგორც გინდათ ისე, ხო, თქვენ რისიც წამს და მე ველოდები ანუ მის გადაწყვეტილებას. ახლა ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გადადო შენ მთლიანად პასუხისმგებლობა თქვათ, ხო? არა, შენს კი რა თქმა უნდა, ნუ თუ მცირე გააკეთე მედიტაცია რაღაცა ჩამოყალიბდე, რაღაც დამშვიდე, გადაერთე, ნუ ფიქრობ სულ ამ ერთი და იგივე თემაზე თუნდაც ხო ხდებით და მაშინ ნახოთ რა შემოგივათ. ახლა პირველი ჩვენ რა გვაქვს? და ხმალების მეფე. ნუ გოგოებო, თუ დაუშვათ თქვენ ახლა აქ ნერვიულობთ იმაზე, რომ თქვა დაუშვოთ ოჯახი არ მინდა რომ დამინგრიოს, ესაც შეიძლება ახლა ხმალების მეფეს გამო ვთქვა, კი და ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თქვათ ეს ოჯახი შენარჩუნდეს, ესეც არის, ან თქვათ ურთიერთობა არ გინდა დაანგრიო, ეგაც. პლუს კიდე რა შეიძლება იყოს, აი თქვათ, იმიტომ არის აქ, რომ ჩამოყალიბებული არა ვარ, დავასრულო, არ დავასრულო, ჩემთვის რა იქნება უფრო კარგი. ანუ მე რომ ეს ურთიერთობა გავაჩერო თუ გაუშვა, თუ რა ვქნა, ხო ხდებით და აი თქვენ როცა ამას რო ჩამოყალიბდებით, ეს თქვენი პარტნიორიც დაგიბრუნდებათ უკან. თქვათ, ნუ ვის აქტუალური ეს. კიდე აქ არის როგორი მომენტი, თქვენ როცა აი ამას თქვათ, აი ჩამოაყალიბებთ, თქვათ, ნუ გაუშვებთ რა ამ ფიქრებს, რაღაცა გეგმებს, რაღაცებს, აი ისა, ეგრევე თქვენ მოგივათ რაღაცა იმიტომ რომ ხმალების მეფე ეს როგორც ენერგია რო წავიკითხოთ, ეს უკვე სხვა რამეა. ეს არის უკვე როცა ნუ ხმალების მეფე ცივი გონებით მუშაობს. აქ ხო გითხარით რომ ძალიან ჩართული გაქვთ თქვენ აქ ემოციები რა, ანუ ემოციას დებთ იქ, სადაც არ უნდა პრინციპში იყოს ემოცია რა. მაგრამ აი, იმიტომ რომ აგვაჩვენებენ რომ ეს თქვენ გიშლით ხელს, გაიგეთ რა შეესაბამება და აქ დაგეხმარებათ ის რომ თქვენ ეს ჩამოყალიბდებით, გაუშვოთ ხაოს რა თქვენი ცხოვრებიდან, თქვენი ფიქრებიდან, მოდით ასე ვთქვათ და მაშინვე მოგივათ რაღაცა თქვენ იდეა დალაგებულად უფრო, აი როცა მე დამშვიდი, მე გავუშვი ეს სიტუაცია, всё, მივიენდე ახლა ღმერთს თქვათ, ხო, აქ მაღალ ძალებს, всё, აი მაგ დამშვიდებული სიტუაციაზე მე უკვე თქვენ მოგივათ ისეთი აზრი, რომელიც თქვენ ჩაგაყალიბებს, აი სად რა უნდა გავაკეთო. მიხვდით? იმიტომ რომ აი ეს აფორიაკება გვიშლის ხელს. კიდე რა იქნება. დასრულდება ეს, აი გეუბნებით ეს სირთულეები, რომელიც ეხლა თქვენ გაწუხებთ, ესეც წავა თქვენი ცხოვრებიდან და ანუ შემოვა უფრო აი რაღაცას აი იდეა თვითონ რა, რაც უნდა შემოვიდეს, შემოვა, იმიტომ რომ აქ არის აი აქაც გვაჩვენეს, რომ თქვენ ახლა არ უშვებთ რა, არ უშვებთ რაღაცა ფიქრ, რაღაც ნერვიულობას, ხო? რომ აი არ გამომდის ისე როგორც მე მინდა რაღაცა შევინარჩუნო, რაღაც ეს შეიძლება და შეძენაც გინდათ, ხო როგორც გითხარით და აი მაშინ კი მოერევით ამ სიტუაციას და ნამდვილად მოგივათ რაღაცა ინსაიტი, ან ვიღაცა შეიძლება გეტყვის თქვენ იმას, აი ნუ ზოგჯერ ჩვენ ხო გვჭირდება თქვათ, რომ ადამიანი რომელიც ახლა
ცივი გონებით, თუნდაც აქაც შეიძლება ადამიანი მოვიდეს და ცივი გონებით გეტყვის თქვენ პასუხს, რომ აი მოდი ასე გააკეთე და იტყვით უმე რა მაგარია, მე ახლა არც მიფიქრია თუ მასე შეიძლებოდა დაუშვათ. აი ეგეთი მომენტიც მოვა აქ აუცილებლად და კიდე შემდეგი ხო, აი აქ სულ ეგეთი, აი იცით როგორ არის? აი აქედან ვეტყოდი რომ დაუშვათ, უბრალოდ როგორც თქვი წეღან რა, რო 15-ჯერ არ გავიმეორო, რომ თქვენ როცა გაუშვებთ სიტუაციას, როცა აღარ იფიქრებთ, როცა უკვე ამ აზრებს იქით-აქეთ არ იმასიზავთ, რა ქვია, არ ატრიალებთ, კაი იყოს ეს სიტყვა, მაგ შემთხვევაში მოგივათ თქვენ აზრის გეგმაც და ყველაფერი აბსოლუტურად რა, როგორ, რანაირად უნდა გააკეთოთ რა. და ნამდვილად ეხლა, ნახოთ ეხლა რა ენერგიებში, ნუ აი, თქვენზეა დამოკიდებული ყველაფერი, თქვენ აბსოლუტურად ყველაფერი გამოგივათ ძალიან კარგად. აი ძალიან, იმიტომ რომ უბრალოდ, აი ეგრევე თქვენ მიხვდებით, როგორ უნდა ვიმოქმედო, რა უნდა გავაკეთო, ხო? და აი მოდით ნახოთ მაშინ თუ დაუშვათ რამე სურვილი გაქვთ ჩაფიქრებული, მოდით ნახოთ ჩვენ აი ამ პერიოდში, ხო? თუ ეს სურვილიც ასრულდება, იმიტომ რომ მე ვხედავ აქ რომ ადამიანს ძალიან უნდა რომ რაღაცას ჩამოყალიბდეს, მაგრამ ვერა. და აი ვკითხოთ ეხლა მაგ პერიოდში თქვენ რომ ჩამოყალიბდებით და რო გვაჩვენებენ რომ თქვათ ეხლა მაღალიც ზალებიც გვეუბნებიან რომ შენ ყველაფერი უნდა გამოგდიოდეს, ხო, დაუშვათ და ვნახოთ ეხლა ჩვენ აი დაუშვათ თუ გავითვალისწინებთ ჩვენ რჩევას, ну кай, სურვილიზე ვთქვით, ხო? სურვილი ასრულდება თუ არა თქვენი? 1000%-იანი. 1000%-იანი. აქ უბრალოდ გეუბნებიან, ცოტა დაელოდე, აბსოლუტურად მოგივა აზრები, ინსაიტები. ანუ მოერევი ყველაფერს აბსოლუტურად. უბრალოდ აი დამშვიდდი. კი. კიდე რას უნდა მიაქციო ყურადღება? აი ეს გაუშვეთ რა, ისე გვეუბნებიან, ნახეთ რომ ნუ საკვარისია ხა ეს შენი უკვე ემოციებს რო რთავ, ემოციები გაუშვი ემოციები და აქ იქნება აი უკვე ნახათ, პენტაკლები ეს არის უკვე შედეგი, ჩვენი ფიქრების, ჩვენი გეგმების, ჩვენი ემოციების ყველაფერს რა, ანუ მიწიერ დონეზე რომ აბსოლუტურად აი მოერია ამ შენ რაღაც ემოციებს და აუცილებლად რაც შენ ჩაიფიქრე, ჩვენ აუცილებლად მოგცემ და აუცილებლად ყველაფერი იქნება. ნახავ კიდევაც ვარიანტებსაც მოგცემ, გეტყვით როგორ უნდა იმოქმედე, კიდევაც იმოქმედემ ისე როგორც საჭიროა ჭკვიანურად რა. ну კიდე რჩევაც და всё. რაღა რჩევა. შანსი გაქვთ. ძალიან მაგარი. უბრალოდ დამშვიდდით და ნუ გეშინიათ, ყველაფერს აქ თავისი დრო, ყველაფერს აქ და ამიტომ უბრალოდ უნდა გჯეროდეს, აი როგორც ბავშვები, ნახეთ, აი ბავშვს ხო ჯერა რომ ეს რაც უნდა მას, რომ ეს აუცილებლად მოხდება. და აი თქვენს დაბრუნდით იმ ბავშვურ ენერგიაში და თქვით რომ მე ვიცი რომ ეს აუცილებლად იქნება რა, ბავშვი ხო არ გეუბნება თქვათ, აი მე არ ვიცი, შეიძლება მაგას რაღაცა რაც უნდა, ხო, იცის რომ თქვათ, უბრალოდ მოდის და გეუბნება. მაგი ხო არ ფიქრობს რომ არ ვიცი ხა დედიკო ან მამიკო ან ბებო ან ხო თქვა დეიდა მამიდა რა ვიცი ვინც არის ისეც მიმართავს რომ ეხლა მეტყვის უარს ან ვაი თუ არ გამოვა ვაი აი პატარა ბავშვები რო არიან ხო მოდიან და გეუბნე აი მე მინდა ეს მიყიდო ეს მინდა ეს მიყიდე ხო დაჟე მინდა ეს მიყიდო კი არა მოდი მიყიდე ეს მომეცინეს ხო და ის არ უფიქრდება შეიძლება არ შეიძლება უბრალოდ უნდა დავიდე აი თქვენს ეხლა ბევრს ნუ ფიქრობთ ნუ უბრალოდ ენდეთ პატარა ბავშვით სამყაროს და ნუ გეშინიათ და აუცილებლად ყველაფერი გამოგივათ. კი, გზაც გაგეხსნებათ აუცილებლად და გექნებათ საშუალება რომ მიიღოთ ის, აი თითქოს იცით რა სამყარო ასე დაგიფენს გზასაც აგიყვანს. უბრალოდ ენდეთ სამყაროს. всё, მაგას გისურვებ მე თქვენ მთელი გულით.